ჩვენ დაბრუნდით პირდაპირ ეთერში არაჩვეულებრივი სტუმრით და ძალიან კარგი თემით. მუსიკა ყოველთვის კარგია. ყველა შემთხვევაში და მით უფრო კარგია, რაც უფრო კარგია ის ბავშვი რო ამბობს, ხო იცი, გიждები იმ ბავშვზე. ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩვენთან არის ადამიანი, რომელიც ჩემთვის ასოცირდება ლამაზ მუსიკასთან, სხვათა შორის ჩვენ რადიოსთან, იმიტომ რომ მანანასთან სტუმრად სწორედ პირველად ვიყავი ჩვენი პირველი არხის რადიოს ეთერით. მანანა ხვედელიძე, მუსიკათმცოდნე ხართ, ხო? მუსიკოლოგი. ადამიანი, რომელიც წლებია აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ კარგი მუსიკა ჟღერდეს თბილისში, ბათუმში, რეგიონებში, რადიოში, რა ვიცი, ეს არის ადამიანი, რომელიც თავის პროფესია გაიხადა იმის მიზნად, რომ ჩვენ ქართველები ვუსმენდეთ კარგ მუსიკას. მანანა ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის, მადლობა იმ ფესტივალებისთვის, რომლის სათავეშიც წლებია უკვე დგახარ, მადლობა აღდგომიდან ამაღლებამდე თვის და აი დღეს ძალიან მიხარია, რომ ჩვენ უნდა ვისაუბროთ კონცერტზე, რომელიც ბათუმში გაიმართება, რომელიც არის ღვთისმშობლის წილხვედრობაზეა საუბარი და რა თქმა უნდა წილხვდო მილობა. გმადლობთ ხალბატო მაია. და ეძღვნება, რა თქმა უნდა, პატრიარქს, იმიტომ რომ რაღაცნაირად ეხლა ყველანი მოცულები ვართ იმ ფაქტით, რომ როგორც ერთ მონატრება არის მონატრება, მაგრამ მე სულ ვამბობ, ეს არის ეგოიზმი, რომელიც უნდა გადავიტანოთ სიხარულში, იმიტომ რომ კიდევ და კიდევ ერთხელ მე მწამს და ეს აუცილებლად ასე, რომ ერთი მლოცველი შეემატა წმინდათა დასს და საქართველოს ძალიან დიდი მლოცველი ყავს უფალთან. ხალბატონო მანანა, კიდევ ერთხელ მადლობა მობრძანებისთვის და მოდით მოგვიყევით კონკრეტულად უკვე ახლა აი ამ დღეზე, რომელიც ბათუმი გამოვთქვა. იმედია რომ მე კიდევ ვიქნები თქვენი სტუმარი, როდესაც დაიწყება და ძალიან მალე საერთაშორისო საღდგომო ფესტივალი, ანუ აღდგომიდან ამაღლებამდე არაჩვეულებრივი სახელწოდება იყო, მაგრამ ძალიან ვიჭდებოდი დროში. ახლა დაპატარავდით. ხო და ამიტომ ახლა არის საერთაშორისო საღდგომო ფესტივალი პირიქით, დროით უფრო მეტად გავაგრძელეთ. ხო, ფესტივალი საერთოდ რთულია რაღაც ჩარჩოში მოაქციო ყოველთვის. რაც შეეხება ამ ფესტივალს, ვარ ბედნიერი, იმიტომ რომ რატომღაც მე ამომარჩია ბათუმის მერიამ, რომ შემექმნა ამ ფესტივალის შინაარსი, სცენარი და ჩემი რაღაცა განსაკუთრებული დამოკიდებულება აი 2026 წლისადმი. თქვენ იცით, რომ ეს არის განსაკუთრებული წელი, ერთ მხრივ ტრაგიკული, იმიტომ რომ მიწიერ ურთიერთობაში აღარ ყავს ჩვენი არაჩვეულებრივი უტკბილესი მამა, პატრიარქი. მაგრამ ის ჩვენი მეოხეა უკვე, აუცილებლად ყველასთვის ჩვენთვის ილოცებს. და გარდა ამისა 2026 წელი არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი. 326 წელს საქართველოში ოფიციალურად შემოვიდა ქრისტიანობა როგორც ჩვენი რელიგია. ამიტომ 1700 წელია, არის ძალიან საპასუხისმგებლო წელი, ყოველ მხრივ ახალი პატრიარქის არჩევა, ეს საიუბილეო თარიღები და ასე შემდეგ. ასე რომ ყველანი მომზადებულები პასუხისმგებლობით უყურებთ არა მარტო ამ თარიღებს, არამედ თითოეულ იმ საქმეს, რომელსაც გვავალებთ. ძალიან საინტერესო დღეა 12 მაისი და სხვათა შორის ეს არის არა მარტო საეკლესიო, არამედ საერო დღეა. ეს არის უქმე დღე, ჩვენ ყველანი ვისვენებთ 2018 წელს სინოდის გადაწყვეტილებით, მეც არ ვიცოდი ლიზა ამის თაობაზე. ანუ ბევრი რამ შევისწავლე, იმიტომ რომ გამეკეთებინა და შინაარსი შემექმნა ამ ფესტივალის და მოკლედ ასე რომ საერო დღესასწაულიც არის, ბათუმში იკრიბება არა მარტო მეუფე დიმიტრი, რომელიც ასევე მეუფეებს მოიწვევს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, იქნება ძალიან საინტერესო თავყრილობა, არის ძალიან საპასუხისმგებლო ღელავ მართალი გითხრა, იმიტომ რომ სულ ფიქრობდი, რომ აი როგორ უნდა შეიქმნას ეს შინაარსი და მივხვდი ამას, რომ არ მინდა რომ ეს იყოს ძალიან სევდიანი, ტრაგიკული, აი მზიანი ღამე, რაზეც უწმინდესი საუბრობდა, ის დაახლოებით ამგვარი შინაარსი მინდა და რა გავაკეთე
გავაკეთე? მოვიძიე ამ თემატიკით ქართველი კლასიკოსი კომპოზიტორების ნაწარმოებებიც. არა მარტო საგალობლები და ხალხური სიმღერები და ასე შემდეგ. არამედ დაუკავშირდი კომპოზიტორ ზურაბ ნადარეიშვილს, რომელმაც შექმნა სრულიად ახალი ვერსიები. ისეთი ცნობილი ნაწარმოებებიც, როგორიც არის არჩილ კერესელიძის არაჩვეულებრივი სიმღერა, რომელსაც თავის დროზე ნანი ბრეგვაძე მღეროდა, ასევე ნანი ბრეგვაძე მღეროდა გურამ ზვანელის ასევე ღვთისმშობელზე სიმღერას, ერთი გახლავთ გალაქტიონის ლექსზე და მთლიანად გაკეთდა ახალი არანჟირება, მოვიწვიეს სოლისტები. და ასევე შესრულდება ბატონი ოთარ ტატიშვილის ულამაზესი ave maria ვიცით რომ ეს არის ღვთისმშობლის საგალობელი და ჩავრთე მონაწილეთაგან არა მარტო თბილისიდან კოლექტივები, არამედ ადგილობრივები, ძალიან ცნობილი ადამიანები. რა თქმა უნდა, საოცარი თბილისიდან მოდის ჩემი უსაყვარლესი სახელმწიფო ანსამბლი ბასიანი, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ და სუთვალ კურს ვადევნებ მათ შემოქმედებას, როგორ კიდევ უფრო იზრდებიან და საინტერესონი ხდებიან. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც გალობენ ყოველთვის და იყვნენ სულ პატრიარქის გვერდით. სწორი რემარკაა, ხო. და ამას გარდა მიმყავს კამერული ორკესტრი, რომელსაც იქ უკვე უდირიჟორებს წარმოშობით ბათუმელი და ბათუმში მცხოვრები ბატონი მაესტრო მამუკა ალაფიშვილი და შესრულდება ასევე სხვადასხვა გუნდების მიერ საგალობლების და ხალხური სიმღერებიც. ანუ ეს არ არის სიჭრელე, ეს არის ცოტა თამამი დამოკიდებულება მოვლენის მიმართ. იმიტომ რომ ეს დღე არის ღვთისმშობლის წილხვდომილობა. ყველაფერი არის ტრადიციული, ყველაფერი არის მნიშვნელოვანი, რაც ჩამოთვალე, ამიტომ ეს სრულიად ლოგიკური ბმა არის საკონცერტო პროგრამის. ბათუმის დრამატულ თეატრში ჩატარდა. ბათუმის დრამატული თეატრი და თეატრსაც ძალიან დიდი მადლობა, სერიოზული ფასდაკლება გაგვიკეთა. რადგან ფესტივალს ამბობ, მანანა ეს ერთდღიანი არ იქნება, ხო? იცით როგორ არის? უნდა ყოფილიყო ორდღიანი, მაგრამ არ ვიცი რა რამდენად მაქვს უფლება, მაგრამ როგორც წრფელი ადამიანი გეტყვი რომ ისევ ფინანსებთან იყო ეს კავშირში, მაგრამ მაინც გავაკეთე ის რომ ერთი ორდღიანი უნდა ყოფილიყო და ერთი დღე ჩავრთე თბილისის ბავშვთა გალერეის და ბათუმის ბავშვთა გალერეის ბავშვების სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი ნამუშევრების გამოფენა. იმიტომ რომ ყოველთვის ფიქრობ ხოლმე, რა თქმა უნდა, სულ ფიქრობ ხოლმე გარკვეულ ფოკუს ჯგუფებზე, ვისთვის ვაკეთებ. აი ყოველთვის პირველი ჩემ თავთან კითხვარი, რატომ ვაკეთებ და ვისთვის ვაკეთებ. ამიტომ მე ვფიქრობ რომ ბოლოს აი არ ვიცი ხა მაქვს თუ არა უფლება რომ ის თქვა, იმიტომ რომ ძალიან ორიგინალური ფინალია მოფიქრებული. რა თქმა უნდა რეჟისორი არ მყავს, მე რეჟისორიც მე ვარ. კი ბატონო. მე ვარ უბრალოდ მზადდება, ესე იგი ძალიან აქტიური იქნება ეკრანი და ეკრანზე გავა ძალიან საინტერესო ინსტალაცია, რომ მეცნიერები დამეხმარდნენ, რომ მომეძიებინა ღვთისმშობლის გამოსახულებები, როგორც ფრესკა, ასევე ხატები და ამის ინსტალაცია იქნება და ამ ფონზე ბევრმა არის ის სხვათა შორის რომ შენ ხარ ბენახი, არის სწორედ ღვთისმშობლის საგალობელი და სწორედ ბასიანი აი ამ გამოსახულებასთან გახსნის ამ საღამოს. ძალიან საინტერესო. და ფინალში კიდე, ხო, ფინალი აუცილებლად უნდა გითხრათ. იცით რა, ეს ეთყობა მაინც უწმინდესისადმი რაღაცა განსაკუთრებული დამოკიდებულების და სიყვარულის ამბავია, რომ ყველას გონია, რომ აი მხოლოდ ჩემთან იყო ახლოს უწმინდესი და მხოლოდ ჩემია უწმინდესი. ეს მართლაც ასე უნდა იყოს, იმიტომ რომ ეს არის რაღაცა განზოგადებული სიყვარული მის დამე, ხო, მისი პიროვნებისადმი. და ამიტომ არის ხოლმე ამბობენ ხოლმე შემსრულებლები, რომ ეს ჩემთვის დაიწერა, მე უნდა შევასრულო და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, მან უნდა შეასრულოს და პირველი შემსრულებელია და ასე შემდეგ, მაგრამ მე მქონდა ერთი გენიალური შეხვედრა უწმინდესთან. ეს არ დამავიწყდება და ახლა მინდა რომ ეს თქვენ თერში თქვა. სულ მტკიოდა ეს საკითხი, აი შეიძლება თუ არა ხამ შეასრულოს, აი კურთხევა და ასე შემდეგ და დავუსვი შეკითხვა. ეს ხო იყო ზე ადამიანი, რომელიც უფრო მეც ფიქრობდა ვიდრე თქვი. ანუ იმის იქით კიდე რა გაქვს ნაფიქრი ამასაც, ხო? და დავუსვი ძალიან მოგრძალებით შეკითხვა. თქვენო უწმინდესობა ვისთვის ქმნით ამ ნაწარმოებებს, მეთქი, არ ვახსენე მარტო საგალობელი, იმიტომ რომ ნაწარმოებებიც აქვს, ხო? იყო ერთადერთი პასუხი ხალხისთვის. და რადგან ეს პასუხია, მე გავთამამდი და ასევე ვთხოვე ბატონ ზურაბ ნადარეიშვილს, რომ შეექმნა ave marias ახალი ვერსია.
ძალიან მიახლოებული უწმინდესთან. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი ვერსიები ვატო კახიძის, არაჩვეულებრივი ვერსიები ნიკა მემანიშვილის, ანუ ეს ორივე არის არაჩვეულებრივი შექმნილი ინტერპრეტაციები ამ თემაზე, მაგრამ აი ამჯერად ესეც არის სრულიად ექსკლუზივი, რომ შესრულდება ეს ავე მარია და ვფიქრობ, რომ არა მარტო გუნდებთან, არა. საერთოდ საორკესტრო შეიქმნა და სხვათა შორის უწმინდესის ხმაც გაჟღერდება, სადაც ყვება ამ ავე მარიას თაობაზე და იქ ამბობს, რომ ალბათ ეს საგალობელი ვერ შესრულდება ეკლესიაში, იმიტომ რომ დაწერილია ორკესტრისთვის და სოლისტებისთვის. და დაუკრავს ორკესტრი ამ პირველ მუხლს, იქ ფლეიტის სოლო, რომელიც შემოდის, ეს რაღაც უწმინდესის სახე მინდოდა რაღაცნაირად ფლეიტის სოლოთი გამოსულიყო, შექმნილიყო ეს რაღაცა განსაკუთრებული ფანტაზიის ნაყოფია, მაგრამ დიახ, შემდეგ შემოდის ორკესტრი, შემდეგ შემოდიან სოლისტები და გუნდები და ფინალში ტრიალდება ჩვენი მაესტრო და მთელი დარბაზი ბოლო კუპლეტს ასრულებს ავე მარიას. ამასობაში ეკრანზე გავა უწმინდესის და ძალიან მინდა თქვენს არქივსაც ვთხოვე და იმედია მოიპოვებენ მეუფესთან ერთად გადაღებული კადრებიც მინდა, იმიტომ რომ ძმისშვილი ყველაზე ახლობელი ადამიანი მეუფე დიმიტრია, ხო. და აუცილებლად სულ ერთი სიტყვით სოლისტებზე მინდა ვთქვა, ხო, ანსამბლი ბათუმი მონაწილეობს, ქალთა ანსამბლი მონაწილეობს, ზაირა ვადაჭკორიას ხელმძღვანელობით. ესენი ორივე ძალიან ცნობილი კოლექტივებია ბათუმში და ამას გარდა ბასიანი უკვე გითხარით და აკადემიური მომღერალი ბათუმელი ოთარ ტატიშვილის ავე მარია სიმღერებს აკადემიური ფორმით. ეს გახლავთ ნინო წულაია. ჩვენი სოფო არაჩვეულებრივი ხალვაში შეასრულებს ახალ ვერსიას გოვრამ ზვანელის ნაწარმოების და ასევე არჩილ კერესელიძე სიმღერებს გელა დონაძე. ასე რომ მე მგონი ყველაფერი გამოვტყდი ბოლომდე, იმიტომ რომ არ შევიდა საიდუმლო შენახვა ეთყობა. არა, აქ ისეთი კარგი ამბები მოგვიყევით, რატომ უნდა ყოფილიყო საიდუმლოდ და მხოლოდ რაღაცა პატარა ნაწილს იმ ადამიანებისა, რომელსაც ერგებათ პატივი, რომ ამ კონცერტს დაესწრონ, ეს არის 12 მაისი, ეს არის ბათუმის აკადემიური თეატრი. ჩვენი განსაკუთრებული მადლიერება აუცილებლად, იმიტომ რომ ეს ბათუმის მერიის ინიციატივა იყო. 18 საათი და 30 წუთი. დიახ, იმიტომ რომ ჯერ გამოფენაა ნახევარი საათი ბავშვების და მე იწყება საღამო. ძალიან დიდ წარმატებებს. გიორგი ცინცაძეს ძალიან დიდი მადლობა, ახალი მერია ბათუმის და აი მისი ესეთი აქტიურობა და დამოკიდებულება აი ესეთი მოვლენების მიმართ არის ძალიან გასაკვირი. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ. ამჯერად დღეს ვემშვიდობებით ქალბატონ მანანას, თუმცა ქალბატონი მანანა არის პროექტების ესე ვთქვათ გენერატორი და დარწმუნებული ვარ, რომ ხშირად იქნებით ჩვენთან. უღრმესი მადლობა ლიზა და დიდი წარმატებები თქვენ. ჩვენ ახლა თითქმის დავასრულეთ გადაცემა, თუმცა დღეს ჩვენ გვყავდა უტყვი თანაწამყვანი, რომელიც ძალიან საინტერესო საქმეს აკეთებდა. იქიდან წამოდი დათო და ვნახოთ, თქვენ იყავით ქალბატონო მანანა, ჩვენ წავალთ ახლა და